ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Lucid-მა, რომელიც 2021-2022 წლების მიჯნაზე იყო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, დაიწყო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა NVIDIA-სთან, ანუ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან პლანეტაზე და ეს პარტნიორობა მოიცავს ახალი ტიპის მიკროპროცესორისა და კომპიუტერული სისტემის შექმნას, რომლის სახელწოდებაც არის NVIDIA Drive AGX3 და მისი მიზანი არის ავტოპილოტის ფუნქციონალის მიწოდება ავტომობილისათვის. ერთი ნაწილი არის თავად ავტომობილი, მეორე ნაწილი არის პროგრამული უზრუნველყოფა, ანუ ავტოპილოტი. Tesla-სთანაც პრინციპში ასეა და თუ ჩვენ Tesla-ს ინვესტორებს და მათ შორის Elon Musk-ს დავუჯერებთ, Tesla-ს ელექტრომობილი არ არის პროდუქტი. რეალური პროდუქტი არის ის ავტოპილოტის ფუნქციონალი, რომელიც უნდა გამოჩნდეს ამ ავტომობილებში, რომელსაც შემდეგ უკვე ამ სერვისს Tesla გაყიდის სხვა კონკურენტ კომპანიებზე, მაგალითად BMW-ზე, Mercedes-ზე ან Jaguar-ზე. შესაბამისად ისინი გადაიხდიან ყოველთვიურ მოსაკრებელს ამ სერვისით სარგებლობის სანაცვლოდ. იგივე გათვლა აქვს ზუსტად Lucid-საც, თუმცა ამ სერვისის განვითარებაში ის არ აპირებს საკუთარი ჩიპის შექმნას და საკუთარი პროცესორის განვითარებას, როგორც ამას აკეთებს Tesla. არა, ის აპირებს პარტნიორობას NVIDIA-სთან, რომელსაც გაცილებით უკეთესი ტექნოლოგიური არსენალი აქვს, მეტი მონაცემი აქვს დასამუშავებლად და ფინანსურადაც ამ კომპანიების შედარება უბრალოდ შეუძლებელია. Lucid-ის თლიანი ბიუჯეტი რაც არის, დაახლოებით იმდენს ხარჯავს NVIDIA ყოველთვე მხოლოდ მარკეტინგზე, შესაბამისად აქ შედარება არის უბრალოდ შეუძლებელი. საინტერესოა, რომ NVIDIA კიდევ ერთ ინდუსტრიაში შევიდა, დარჩა რამე ავტომობილების ინდუსტრიაშიც უკვე არის წარმოდგენილი, სხვა კომპანიებთანაც აქვს მას პარტნიორობა და ამ სერვისს ბევრი სხვა კომპანია გამოიყენებს და აქვე ის უნდა ითქვას, რომ Lucid შეიძლება ერთ დროს ძალიან საინტერესო ბრენდი ყოფილიყო ინვესტორთათვის, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ არის ლამისაი გაკოტრების ზღვართან ახლოს არის. ხო, ფასი არის თავარი პრობლემა. Lucid არის იწყება $71,000-დან ადის $120,000-მდე. $120,000 თუ ნორმალური მანქანა გინდა რომ ხო, ნუ $120,000 შეგიძლია იყიდო მაგალითად მინას აწევდა ჩარწევ. აი $120,000 შეგიძლია იყიდო მაგალითად Porsche Taycan და გეყოლება Porsche და არის Lucid, რომელიც არავინ არ იცის საერთოდ რა არის და რომლის სერვის ცენტრი არსად არ არის დედამიწაზე. შესაბამისად ბრენდებს შორის ნამდვილად გამოდგება ამ საქმეში ბრენდის ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანი ავტოინდუსტრიაში, ამას ვერასოდეს გავექცევით. 100 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდები ყოველთვის უფრო მარტივად მოახერხებენ პროდუქტების გაყიდვას, ვიდრე ახალი სტარტაპები, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგ პროდუქტებს ქმნიან ისინი. მოკლედ, ამ პარტნიორობით სურს Lucid-ს დიდი უპირატესობის მიღება Tesla-სთან კონკურენციაში, რომელიც შე როგორც ახსენე, ახალ ინოვაციას იწყებს, სწორედ აი პანჯრების ხელით ჩაშვება, რამდენად ინოვაციური ხდება ეს. არ ვიცი, მაგრამ ბოლო დროს რაღაცერად Tesla ისე გამოვიდა, რომ ავტოპილოტზე აღარც კი ფოკუსირდება, თითქოს დაავიწყდათ, რომ ეს სერვისი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესი უნდა ყოფილიყო. ხვალდაზეგ როგორც Elon Musk ამბობს, ის აპირებს რობოტების არმიის გამოშვებას, ამის შემდეგ აპირებს ყველაზე იაფი ავტომობილის შექმნას დედამიწაზე. შეშურდებოდათ ისეთ დაპირებებს. რაღაც საოცარ დაპირებებს აკეთებს ეს ადამიანი, ავტოპილოტი დაავიწყდა, თითქოს აღარც არის მისთვის ეს მნიშვნელოვანი. სამაგიეროდ გამოჩნდა კონკურენტები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეა, როდესაც კომპანია ივიწყებს იმას, თუ რა არის მისი მთავარი ბიზნესი, მომენტალურად ჩნდებიან იქ კონკურენტები, ამიტომ არ გაგვიკვირდეს თუ ავტოპილოტის შექმნაში, ანუ რეალური ავტოპილოტის შექმნაში და არც იმ ავტოპილოტის, რომელიც მხოლოდ ავტობანზე მუშაობს და მხოლოდ კონკრეტულ ვითარებაში არის დასაშვებისი გამოყენება, რეალური ავტომობილის შექმნაში შეიძლება Tesla-ს დაასწრონ სხვა კომპანიებმა. ერთ-ერთი პრეტენდენტი არის Lucid და მის მიღმა დგომი NVIDIA, რომელიც გაცილებით უფრო სერიოზული და საშიში მოთამაშეა, ვიდრე თავად Lucid. და აქ ერთი სიტყვაც უნდა ვთქვათ ფასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცით Tesla-ს Model Y ღირს $40,000 პარგლებში $43,000 ყის თუ სწორედ მახსოვს და სწორედ ამ კატეგორიას უმიზნებს. ძალიან საინტერესოა 70,000-დან 40,000-მდე როგორ ჩამოვა, ისე რომ ხარისხი არ დაეკარგოს და ისე საქარემინების აწევ-დაწევის ფუნქცია არ შეერჩეს საბოლოოდ Lucid-ს, თუმცა წესით ყველაფერი კარგად უნდა წავიდეს და ლიდარ ტექნოლოგია შევიდეს წესით, რაც Tesla-ს არ აქვს. მარტო კამერები აქვს Tesla-ს, ვიზუალური ხედველობა აქვს, ლიდარი გვაქვს. აი, რამდენად მოახერხებს ამ ფასში ამის მოხერხება? ეგ სხვა თემა. აქ Lucid არ არის ის კომპანია, რომელსაც მარტივად შეუძლია პროდუქტების გაიაფება. ამიტომ აქ იქნება NVIDIA-ს როლი ყველაზე და აი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. NVIDIA-მ თუ მოახერხა ტექნოლოგიის იაფად და მარტივად მიწოდება.